თუ ფიქრობ, რომ მარწყვის ტორტს ვერ მოამზადებ, ცდები. უყურე ბოლომდე ვიდეოს და მე აგიხსნი თუ როგორ მოამზადო უგემრიელესი ტორტი უგემრიელესი კრემით. მოიმარაგე მარწყვი და დავიწყოთ. მარწყვი გავრეცხე, გავარჩიე, ნაწილი გადავინახე თავზე მოსაყრელად, ნაწილს კი დავაყარე შაქარი, კონიაკი, ვანილი და დავაყოვნე რამდენიმე საათი. გადავიდეთ კრემზე. კრემისთვის 3 კვერცხის გულს დავამატე შაქარი, ვანილი, კარგად გავხსენით მცირე რაოდენობით რძესთან ერთად, შემდეგ კი დავამატე ფქვილი. ფქვილიც რომ კარგად გაიხსნა, დავამატე დარჩენილი რძე და გადავწურე. ყველაფერი კარგად გახსენით, გადაწურეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. აუცილებელია რომ მუდმივად ვურიოთ, რათა არ დაიწვას და კრემი გამოვიდეს ერთგვაროვანი. პირველი ბუშტი რომ გამოჩნდება, მზად არის, გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში და გადავაფაროთ კონტაქტურად საკვები პარკი. დავასვენე რამდენიმე საათი კარგად რომ გაგრილებულიყო. მიქსერის ჯამში კი გადავიტანე ოთახის ტემპერატურის კარაქი, რომ ამოვიყვანე გათეთრებამდე დავამატე ვანილი, შეგრილებული ფაფა და ასევე შესქელებული რძე. კრემიც მზად არის. ბისკვიტი მოვამზადე 10 კვერცხისგან. 10 კვერცხის ცილა ამოვიყვანე გათეთრებამდე, ეტაპობრივად დავამატე შაქარი, შემდეგ კვერცხის გულები, ვანილი და ბოლოს ფრთხილად ფქვილი. გამოვაცხე 160 გრადუსზე საათი და 15 წუთი. ბისკვიტი გავჭერი შუაზე და დავნამე მარწყვის წვენით. თავად მარწყვი კი მოვათავსე კრემის შემდეგ შუაში. გადავუსვი ისევ კრემი, დავნამე ბისკვიტის მეორე ნაწილიც და დავაფარე ზემოდან. უკვე შეგვიძლია შემოვლესოთ მსუბუქად, შევფუთოთ კარგად და დავაყოვნოთ 2 საათის საყინულეში სტაბილიზაციისთვის. მე ამ ეტაპზე კრემი მორჩენილი მაქვს და უკვე მაცივარში მაქვს ოღონდ დაბლა განყოფილებაში და 2 საათის შემდეგ, როდესაც საყინულედან გამოვიღე ბისკვიტი, იმ დარჩენილი კრემით გავაფორმე ტორტი. ზემოდან მოვათავსე ბევრი მარწყვი, დავაყოვნე 1 დღე მაცივარში და მზად არის. ინგრედიენტების რაოდენობას და დეტალურ აღწერას დაგიტოვებთ კომენტარებში. თქვენ კი ჩემი გვერდის გამოწერა არ დაგავიწყდეთ.